გამგებელმა უნივერსიტეტის 3 ნომერში მდებარე ლტოლვილების 5 სართულიან საცხოვრებელში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ კორპუსში სარემონტო სამუშაოები უკვე 1 თვეა მიმდინარეობს. შენობაში 120 ოჯახი ცხოვრობს. ლტოლვილთა საცხოვრების უკვე გაყვანილია კანალიზაცია და წყლის სისტემა, შენობის რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა 1 თვეში დასრულდა. ამ შენობაში ცხოვრობს 500-მდე ადამიანი, 120 ოჯახი, რომელიც წლების განმავლობაში მართლაც სასწავლო მდგომარეობაში იყო, აქ არც წყალგანალიზაცია არ არსებობდა, არც კანალიზაცია, არც წყალგაყვანილობა. თავიდან ბოლომდე ხდება კაპიტალურად, როგორც ქსელის მოწყობა, ასევე შიდა რემონტი. ჩვენი მთავარი ამოცანა რომ სადაც ყავს ესე კომპაქტურად დასახლებული დევნილები ჩვენს რაიონში მაქსიმალურად ყურადღება მივაქციოთ და ხარისხიანად შესრულდეს და რაც შეიძლება სწრაფად ეგ სამუშაოები. დასაწყისი კარგია და მე მგონია დაბოლებაც კარგი იქნება. ეხლა დავიწყეთ მხოლოდ, მაგრამ რაც თავარია დაფინანსებაც შეგვექნა ყველაფერი და მადლობა მაქვს სათქმელი კიდო განსახილების სამინისტროზე, რომლებიც დევნილთა თანხა, რომლებიც ამხანაგობას უნდა ჩაერიცხა მოსახლეობიდან, გადაგვიხადა დევნილთა სამინისტრო.